შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ გეგუთის გამშვებ პუნქტზე, საიდანაც საქართველოს მოქალაქე სომხეთში გადავიდა, მესაზღვრეებს შეცდომა არ დაუშვიათ და მიზეზი არის ის, რომ რუსეთს გიორგი კინოიანის წინააღმდეგ ძებნა გამოცხადებული ჰქონდა არა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, არამედ დსთ-ს წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, იმის გამო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აღარ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მესაზღვრეებს მონაცემთა ბაზაში არ უჩვენებდა, რომ რუსეთი ეძებდა საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ დილიდან ვცდილობთ დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც და აგრო გავარკვიოთ, აგროვებენ თუ არა ინფორმაცია სომხური მხარისთვის გადასაცემად, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპანტ ქვეყანას არ უნდა გადასცენ, განსაკუთრებით ოკუპირებულ დონეცკში გამოცემული აქტის საფუძველზე, სადაც მას 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს და რას აკეთებენ საქართველოს მოქალაქის დასაცავად. ჩვენ ვცადეთ კომუნიკაცია ასევე საქართველოს ელჩთან სომხეთში, რომელმაც კითხვის მოსმენის შემდეგ ჩვენთან სატელეფონო კომუნიკაცია შეწყვიტა და არც შეტყობინებებზე აღარ გვიპასუხა, რაც შეეხება ქართულ ოცნებას. ისინი თავს არიდებენ გარკვეულწილად იმაზე პასუხის გასაცემად, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ახლა რა ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი მოქალაქის დასაცავად, ურთიერთგამობრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ერთი მხრივ ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთს არ უნდა გადაეცეს და ამაში უნდა ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუტები და მეორე მხრივ მათი ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სომხურ მხარეზე დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოფიციალური ერევანი და მისცემს თუ არა რუსეთს იმის უფლებას, რომ ექსტრადირება დაიწყოს და საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ქვეყანაში უკვე პატიმრობაში წავიდეს. გამარჯობა ბატონო გიორგი, TV პირველიდან გირეკავთ ნინო ღვედაშვილი. სომხეთში არის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი. თქვენ თუ გაარკვიეთ რა სიტუაციაში ითხოვს რუსეთი მის ექსტრადირებას? ბატონო გიორგი. გარდა იმისა, რომ საქართველოს სომხეთთან აქვს ორთქლივი შეთანხმება, რუსეთთანაც აქვს ეს ორთქლივი შეთანხმება. ამიტომ, როდესაც ამ არჩევანის წინაშე დადგება სომხეთი, რომელ შეთანხმებით მოქმედებს, ეს მათი საქმეა. რამდენად დაიცავს სომხეთი ამ საექსტრადიციო კანონმდებლობას, იმის გამოთქვამ რომ დაიცავს. თუ მათ არ ექნებათ არავითარი საფუძველი გადასცენ, არ გადასცემენ, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ აკუძმურები ვართ. ისევე როგორც უძულობები იქნებოდა სომხები, ანალოგი რომ გაგვეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავიცავდით ჩვენ კანონმდებლობას. რის გამო ითხოვს, თუ ითხოვს რუსეთი მის ექსტრადიციას კონკრეტულად რის გამო, არ მაქვს მე ეს ინფორმაცია და მე არც უნდა მქონდეს, ვისაც უნდა მქონდეს, მე დარწმუნებული ვარ ამ წყვილებს აქვს ეს ინფორმაცია და გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს მოქალაქე არავის სხვა სახელმწიფოს ხელში არ მოხვდეს. თუ ეს საქართველოა იცით, რომ საქართველოს მოქალაქეების ექსტრადირება სხვა ქვეყანაში იკრძალება, თუ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებით, სხვა ქვეყანაში როდესაც ხდება ამა თუ იმ ჩვენი მოქალაქის დაკავება ამა თუ იმ მიზეზით, რისი შესაძლებლობაც არის სახელმწიფო გააკეთებს ყველა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სკეპტიკურად არიან განწყობილები ამ ფაქტის მიმართ და თვლიან და იხსენებენ ფაქტებს, როდესაც გაჟონა ქართული სამხედროების შესახებ ინფორმაციამ და თვლიან, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართული სამხედროების ინტერესები რამდენჯერმე ვერ დაიცვეს და რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა ქართული სამხედროების შესახებ ინფორმაცია, ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქის დასახსნელად. ერთი ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეფრთხილებინა, თუ ამ ადამიანმა არ იცოდა რომ რუსები ეძებდნენ, აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინათ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეა,ესი და კანონი საქართველოში უნდა დააბრუნონ, ისევ და თუ რუსეთს გადასცეს, ეს იქნება ძალიან მძიმე ფაქტი. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი შავი ლაქა აი ამ სულგაყიდულებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან მათ ვალდებულება იყო რომ გაეფრთხილებინათ. ეც ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ამ ადამიანის ხარდასაჭირად, იმიტომ რომ მეც ანალოგიურ ვითარებაში ვარ, მე მძიმე რეჟიმის კოლონიაში 6 წლიანი პატიმრობა მაქვს მიჯილი რუსების მიერ და ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე და ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს საქართველოს ეროვნულ ღირსებას და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი საერთო მტრის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან
რა თქმა უნდა, პირიქით აქაც ირჩევს ოკუპანტის მხარეს, ოკუპანტის ინტერესს და ამიტომ სულ არ არის გამორიცხული, რომ ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდამ საქართველოს მოქალაქე გადასცეს რუსეთს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რისკის ქვეშ დგება ის ქართველი სამხედრო, რომელიც იცავდა საქართველოს ინტერესებს და გვაქვს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის დაზუსტებული ინფორმაციით, რომ 2012 წლიდან პირველივე დღეებიდან, რომ აი გაზეთის ვერსიაში, როდესაც გამოქვეყნდა სპეცსამსახურის თანამშრომლების სახელები და გვარები, პირადად გადასცა, ხო, ქართულმა უცნებამ. აქედან გამომდინარე, არანაირი იმედი არ უნდა გქონდეს, რომ რეჟიმი რაიმე ქმედით ნაბიჯს გადადგამს ამ კონკრეტული სამხედროს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ახლა გიორგი კინოიანის ოჯახი ელოდება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რას მოიმოქმედებენ, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი სამხედროს გათავისუფლებაში, რომელიც ახლა დაკავებულია სომხეთში და ელოდება უკვე რუსეთში ექსტრადირებას.